ჩვენ კი შეგვიძლია გავიწელოთ ძირითად თემაზე ასევე საუბარი, ეს ბიბლიოთეკების კვირეული, რომელიც 16-ში დაიწყო და 22 რიცხვის ჩათვლით გაგრძელდება და თუ როგორია ერთი დღე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ესე იგი, ჩვენი კოლეგა თაკვასათიანი ესტუმრა და იმ სამომავლო გეგმებზე სადა გაერკვია, მოკლედ წლის ბოლოს ეროვნული ბიბლიოთეკა განახლებული სახით მიიღებს სტუმრებს. ნახოთ რეპორტაჟი. ყოველდღიურად ხელმისაწვდომ წიგნებთან ერთად უიშვიათეს ექსპონატებს რესტავრაცია აქ უკეთდება. აქ ხდება მათი სრულად აღდგენა თუ კონსერვაცია. აქ წიგნი უამრავ ეტაპს გადის. პირველ რიგში მტვრისგან იწმინდება, უტარდება დეზინფექცია. შემდეგ იწყება დიდი და არაპროგნოზირებადი სამუშაო, თუმცა ყველაზე სასიამოვნო და საპასუხისმგებლო შეხება რარიტეტის ერთეულებთან, მათ გადარჩენაზე ზრუნვა. პირველ რიგში უკეთდება ფურცლის რესტავრაცია აუცილებლად და აი თქვენ ხედავთ, რომ ფურცლის რესტავრაციაა გაკეთებული ყველგან. შემდეგ რვეულების სახით კეთდება, შემდეგ იკერება და ისმევა ყდაში. ყდას რაც შეეხება, თუ წიგნს გააჩნია თავისი პატარა დეტალიც კი. თავისი, აი რაც ქონდა, როგორც დაიბეჭდა თავიდან, როგორც გამოიცა, აბსოლუტურად ყველაფერს ვცდილობ შევინარჩუნოთ. ზოგჯერ მსხრევადია ტყავი, უკვე უჭირს მასწებოს მიღება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გაკეთდეს დუბლირება. ანუ ეს არის დუბლირება ახალ ტყავზე, არის დაკრული მისი ძველი ტყავი, რაც მას ქონდა აბსოლუტურად და ყუაზე, აი მარტო ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი. და შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა ისინიც. იტალიელი მისიონერების ტექნიკურ სვლას ორი წიგნის დაბეჭდვა მოჰყვა. ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი ლოცვებით ურთ. ეროვნული ბიბლიოგრაფიაც სწორედ აქედან იწყება. 1629 წელს ნაბეჭდ წიგნებთან ერთად საცავში სხვა უნიკალური მასალაც ინახება, რაც უზარმაზარ საარქივო ფონდს ქმნის. 1709 წელს თბილისში ვახტანგ მეფის ძალისხმევით დაარსდა სტამბა და აი ეს არის პირველი წიგნები, რომლებიც მაშინ დაიბეჭდა. ეს გახლავთ სახარება, გარეყდა შენარჩუნებული ავთენტურია. ნახეთ, ცოტა დაზიანებულია თვითონ ფურცლები, მაგრამ გარჩია რომ ეს მეჩვენებინა თვითონ ვახტანგ მეექვსეს პორტრეტია. მეორე წიგნი ასევე 1709 წელს დაბეჭდილი 60 ქულო, დიდრულად გაფორმებული ორნამენტები, თავისაძიებო აპარატით. აი ეს არის პირველი წიგნი, პირველი სახელმძღვანელო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა გამოსცა და მას ჰქვია ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის. ეს გამოვიდა 1865 წელს. თუმცა მაშინ არ ერქვა დედაენა. დედაენა სახელწოდებით გამოვიდა 1876 წელს სახელმძღვანელო. ნახეთ, აი ეს არის პირველი დედაენა, რომლითაც იწყება საერთოდ დედაენების ისტორია. მათთან ყოველი შეხება გარკვეული ზიანის მომტანია, თუმცა მალე უნიკალური არქივის ხილვის საშუალება ყველა მსურველს ექნება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გაიხსნება. დაწყებულია მასალის გაციფრება, ანუ წასაკითხად ექსპონატის ხელში დაჭერა აუცილებელი აღარ იქნება. საუკუნის წინანდელი იდეა წელს განხორციელდება. შენობა, რომელიც 1916 წლის პროექტის მიხედვით დაუსრულებელი დარჩა, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსში, რომელიც ავარიულობის გამო 2007 წელს დახურულად გამოცხადდა, გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს იქნება სივრცე, სადაც ჩვენ შესაძლებელია მოვაწყოთ მუზეუმი, ეხლა მიდის გამაგრებითი სამუშაოები, მას შემდეგ რაც შენობა გამაგრდება, ჩვენ ვიწყებთ აქ უკვე დაპროექტებას და სივრცეების ათვისებას. აი ამ ნაწილში მაგალითად, სადაც ახლა მარჯვენა მხარე, აქ განთავსდება განყოფილებები. აქ იქნება წიგნის დამუშავება, სადაც ადამიანები შემოვლენ წიგნის დასაკომპლექტებლად, ISBN-ის ასაღებად და ასე შემდეგ. ანუ ქუჩიდან ექნება, ამ ქუჩიდან ექნება პირდაპირ შემოსასვლელი და მოხდება ბიბლიოთეკის სივრცეში. დანარჩენ სივრცეებს უკვე საბიბლიოთეკო და სამუზეუმო ნაწილად გამოვიყენებთ. ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი ერთ წელიწადში სრულად აღდგება. მანამდე კი ბიბლიოთეკაში ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება.